მივდივარ და ჩემი გული აქ რჩება ამათთან. კაი ხართ. კაი ხართ. ზურა ვესტუნდე შეზარ. კარგად იყავით, აფერის არ მეშინია, ნანაო, კარგად იყავით. შემოსაყვარლებო. შენ ხარ ჩემი დედა, შენ ჩემი დაი ხარ. აგი დიშვილია. მოკითხები, ეს მე ისაყვალე დედა შენი მიგითხე ყველა იქნება. აბა თქვენიც. გულფრთხილდით ერთმანეთს. ერთმანეთზე გაფრთხილებული ვართ, არ მიჭედებით ქეჯები. აჭარაში ვარ, ჩემს საყვარელ ღორჯუმის ხეობაში. და ასე დაგეგმილად, ვითომ დაგეგმილად დაემთხვა ყველაფერი. დავიძინეთ, მშრალი იყო და ამ დილას ასეთი ზამთარი დავხვდა. ბაბუამ გამოგვატარა ახლა სოფელში, ბავშვები და დღეში არიან კი ხედავთ. ამდენი ძველი სახლი არც ერთ ხეობაში აჭარაში არაა. ამდენი ხის სახლი, ამდენი საბძელი, თივა მომარაგებული აქვთ, სადილი მზათა აქვთ, კარტოფილი მომარაგებული აქვთ, პური აქვთ, გული აქვთ თბილი, ღუმელი თბილი, შეშა საკმარისი. მეტი რა უნდა იყოს ბედნიერებისთვის საკმარისია ის ყველაფერი და მეტიც მე რომ მკითხოთ. ძალიან გახარებული ვარ და კარგი აქ ყოფნა და გიზიარებთ ამ სიხარულს. ნახე რამდენი შეშა. თივად ბევრი აქვს. რა კარგია. ყორეები. ახლა აქაურობა ჩაიმარხება თოლში. ამ ხალხის მომკითხავი გაზაფხულამ და კაცი შვილი არა. გამარჯობა. იჟდები რა მისილამაზია ნახე. ფული მიჩუხდება. ასე რომელ სახთანაც გევივლი ქალები ხომ იციან რომ აქ ვარ და ვიღებთ დღეს და ასე გადმოფენე. გვიყურეთ აჭარული ამბები გვექნება შაბათს და კვირას 9-დან 12 საათამდე დილის რუსთავი 2-ის ეთერში გვიყურეთ. კარგია, აქ სიყვარულია. არც ერთ სახლში არ შიათ, არც ერთ სახლში არ წყურიათ. ყველგან გეპატიჟებიან, მობრძანდი, დაბრძანდი, ბუირუნ, მიირთვი. ყველგან საჭმელია, ყველგან სითბოა, ყველგან სიყვარულია. გაგაცილებენ და კიდე მობრძანდით. ცოტა ხანი რატომ დარჩითო გეტყვიან. მეტი რა უნდა გითხრას. ესაა ჩვენი საქართველო. და ეს ჩვენი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პატარა უცნობი არავის ეს ხალხი არ აწუხებს. თავისი შრომით შრომობენ, თავისი ცხოვრებით ცხოვრობენ. ახლა თოლში დაიმარხებიან. გაზაფხულამდე კაციშვილს ამათი არსებობა აღარ ახსოვს. საკაია ხმენ თორაკაია.